ირანთან მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა და დონალდ ტრამპი ამის გამო გაბრაზებულია და ახალი ომის ფაზის დაგეგმვას აპირებს. ირანმა კვირას გვიან საღამოს წარადგინა საპასუხო წინადადება აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების გეგმაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა 1 კვირის წინ წამოაყენა. თუმცა ირანის წინადადება არ მოეწონა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც ირანული პროექტი სრულიად მიუღებლად შეაფასა. ეხლა კი წყაროები უწყებია, რომ ირანი აშკარად თამაშობს დონალდ ტრამპთან, რადგან კვილაოს შესთავაზა ბირთვული პროგრამისა და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილის მესამე ქვეყნისთვის გადაცემის საკითხი ცალკე მოლაპარაკებებზე გაეტანათ. უკვე ცალკე 30 დღიანი მოლაპარაკებებისთვის. ანუ ამბობს, მოდი ჯერ ომი შევაჩეროთ და მერე ოდესმე ბირთვულ პროგრამას განვიხილოთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მთავარი არ არის. ეხლა ირანი დონალდ ტრამპისგან ფულს ითხოვს არ მოდის სრუტის გახსნისთვის. და ითხოვს, რომ უბრალოდ ზარალი არა უნაზღაურონ, არამედ ფაქტობრივად აღიარონ, რომ არ მოდის სრუტე ეხლა ირანის ტერიტორია. ჩემი სახელია ალექსეი ფეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან დაეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის მადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, პული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ვაქვეყნეთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღეთ. ეხლა გადავიდეთ თემაზე. ცოტა ხნის წინ ირანმა საბოლოოდ უპასუხა დონალდ ტრამპის 14 პუნქტიან მშვიდობის წინადადებას. მაგრამ ტრამპი ამ პასუხმა შტაბ-ეჭილება ვერ მოახდინა, პირიქით, კიდევ უფრო გააბრაზა. თავის სოციალურ ქსელ True Social-ში მან დაწერა, ციტატა: ეხლა ხან გავეცანი ირანის ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლების პასუხს. ეს არ მომწონს. სრულიად მიუღებელი. საინტერესოა, რომ ეხლა ტრამპი მათ ეგრეთ წოდებულ წარმომადგენლებს უწოდებს. რადგან წინადრეს თითქოს ამბობდა, რომ შეთანხმება თითქმის მზად იყო. მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის ეს პოლიტიკური წარმომადგენლები საერთოდ არ იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველა გადაწყვეტილებას იღებს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. მაგრამ რა მოითხოვა ირანმა ისეთი, რაც ტრამპისთვის სრულიად მიუღებელია? საქმე იმაშია, რომ ირანი კონცენტრირდა ომის შეწყვეტაზე, მათ შორის ლიბანში, რათა ისრაელმა არ გააგრძელოს ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის განიარაღებული. თეირანი კვლავ ითხოვს კომპენსაციას სამხედრო ზარალისთვის, რომელიც მილიარდობით დოლარს შეადგენს და დაჟინებით მოითხოვს ირანის სუვერენიტეტს ჰორმუზის სრუტეზე. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, ირანი ამბობს, აღიარეთ, რომ მთელი ჰორმუზის სრუტე ახლა აღარ არის საერთაშორისო წყლები. ეს ჩვენი ირანის ტერიტორია. შესაბამისად, თითოეული გემი, რომელიც ამ სრუტეში გაივლის, ვალდებულია გადაგვიხადოს ფული, რადგან ის ჩვენს ტერიტორიაზე გადის. ანუ ეს ნიშნავს დაბრუნებას იმ მდგომარეობაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის საწყის ეტაპზე იყო, 1 თვის წინ. ირანმა ასევე მოუწოდა აშშ-ს შეწყვიტოს საზღვაო ბლოკადა, უზრუნველყოს შემდგომი თავდასხმების არქონა, ანუ მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, მოხსნას სანქციები და გააუქმოს ირანული ნავთობის გაკიდვაზე დაწესებული აკრძალვა. აშშ-მა კი ოფიციალურად შეგახსენეთ არ გამოაქვეყნა თავის წინადადებები, მაგრამ მედიის ინფორმაციით საუბარია ირანის 14 პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც შეიძლება გახდეს გზა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებისკენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობას, ძირითადად სრულდება, თუმცა რეგიონში დარტყმების გაცვლა მაინც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა შედარებით მცირეა. ირანი აგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, რაც კვლავაც უბიძგებს ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდას. და აი ირანის პასუხის შემდეგ ნავთობი ისევ ქრება. აშშ აძლიერებს ირანის პორტების ბლოკადას. ცდილობს ზეწოლა მოახდინოს თეირანზე და მიაღწიოს თანხმობას საკუთარ პირობებზე. მოდით ეს ცოტა დავალაგოთ და გავარჩიოთ. ჯერ რას თავაზობდა საერთოდ დონალდ ტრამპი? ტრამპის გეგმა ერთ გვერდზე ეტევა და 14 პუნქტისგან შედგება. ვაშინგტონი ირანს თავაზობს აიღოს ვალდებულება შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. აშშ თავის მხრივ თანხდება მოხსნას სანქციები და გამბლოკოს. Миллиарды замороженных иранских денег. ორივე მხარე ასევე ხსნის შეზღუდვებს ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე. პასუხად ირანი აშშ-ს უბრძანის თავის სამშვიდობო წინადადებასაც, რომელიც ასევე 14 პუნქტისგან შედგება. ეს ყველაფერი უკვე უბრალოდ ცირკს გავს. ანუ ეს უბრალოდ ქაღალდების გაცვლა და მეტი არაფერი. თუმცა ტასნიმის მონაცემებით ირანის ხელისუფლებას თავაზობს კონფლიქტის შეწყვეტას ყველა ფრონტზე და ჰორმუზის სრუტის მუშაობაზე შეთანხმებას. როდესაც ყველა ფრონტზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ირანი ითხოვს შეინარჩუნოს თავისი პროქსი ძალები, მაგალითად ლიბანში ჰიზბოლა, ღაზის სექტორში ჰამასი, იემენში ჰუსიტები, ერაყში
ეგრეთ წოდებულ წინააღმდეგობის ღერძი და ასე შემდეგ. ამასთან თეირანმა აშშ შესთავაზა ჰორმუზის სრუტის ბედზე მოლაპარაკებებისთვის არაუმეტეს 1 თვისი გამოყოს, ხოლო ამ თვის შემდეგ უკვე ბირთვული პროგრამის განხილვაზე გადავიდეს. თეირანმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგი უნდა იყოს ისრაელის ომის დასრულება ლიბანურ დაჯგუფება ჰიზბოლასთან. და იქ კვირას ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზეშკიანმა კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან პირდაპირ თქონდა არ ახსენა ამერიკული წინადადებები, მაგრამ დაწერა ციტატა: ჩვენ არასოდეს დავხრით თავს მტრის წინაშე. თუ საუბარია დიალოგზე ან მოლაპარაკებებზე, ეს არ ნიშნავს კაპიტულაციას ან უკან დახევას. გარდა ამისა, თეირანში განაცხადეს, რომ ისინი გაარღვევენ ამერიკულ ბლოკადას და არ დაუშვებენ დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებას ჰორმუზის სრუტის სამხედრო გზით გამბლოკვის შესახებ. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა მოჰამად აკრამინიამ განაცხადა, რომ ხომალდები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიან, სერიოზულ შედეგებს შეეჯახებიან თუ წინასწარ არ შეათანხმებენ მოქმედებებს თეირანთან. ასევე მისი თქმით, ამერიკელები ციტატა არასოდეს შეძლებენ ამ უზარმაზარ აკვატორიაში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ნამდვილი ბლოკადის დაწესებას მხოლოდ მათი გემების განთავსებით. მიუხედავად ამისა, აშშ მაინც ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო ყოფნას სპარსეთის ყურეში. მათი ბაზები მდებარეობს კატარში, ბაჰრეინში, ქუვეითში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში, საუდის არაბეთში და დღემდე ომანშიც კი. ეს რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სამხედრო გემებზე, რომლებიც რეგიონში იმყოფებიან, ამასობაში კვლავ მოდის ცნობები კვირას განხორციელებულ დართმებზე, რომელსაც ირანი მაინც აყენებს რეგიონში მყოფ გემებსა და აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებზე. კვირას ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა, რომელიც საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებს აკვირდება, განაცხადა, რომ დაახლოებით 43 კილომეტრში კატარის ჩრდილო-აღმოსავლეთით უცნობმა ჭურმა დააზიანა მშრალი ტვირთზიდი. ბორტზე მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულები არ ყოფილან. მოგვიანებით სააგენტო ფარსმა, ეს ირანული სააგენტოა, წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გემი, ციტატა, ამერიკის დროშის ქვეშ მოძრაობდა და აშშ-ს ეკუთვნოდა. ანუ ფაქტობრივად ირანმა აღიარა, რომ სწორედ მან შეუტია ამ გემს. გარდა ამისა, კვირას ქუვეითმა განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში შევიდნენ უპილოტო აპარატები და სამხედროებმა ეს პრობლემა მოაგვარეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა განაცხადეს, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ დაწერა 6 მაისს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში, რომ თუ ირანი არ დათანხმდება მის გარიგებას, დაიწყება დაბომბვები. და სამწუხაროდ ისინი იქნება ბევრად მასშტაბური და ინტენსიური, ვიდრე ადრე. ასეთი განცხადება ტრამპმა გააკეთა 1 კვირის წინ. ირანმა უკვე უპასუხა მის გარიგებას და არ დათანხმდა. აქ მრავალწეტილ დავსვამ. თქვენი აზრი და დასვენები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწევეთ არხი, დააჭირეთ ზარის ლილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან დაასკანერეთ თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდი. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.